მე ვთხოვ ხალბატონ თინა გოცაძეს, პროფესორს, ექიმს, ჩემთან ამებრძოლს ამ საქმის და ქართველი ერის ერთგულ მოქომაგეს, რომ მოგვახსენოს იმის შესახებ, თუ პოსტკოვიდური, პოსტპანდემიური მსოფლიო როგორ ავადმყოფობს პირდაპირი გაგებით, რა ვთქვათ, ხო? რა ხდება ამ მხრივ? ეს ჩვენ ქვეყანაში არ ხდება არაფერი, ყველა ჯანმრთელია, ყველა სახლ-ღამათია, არავინ არ გადაცვლილა ვაქცინით, არავინ არ დაზარალებულა, ამას რა თქმა უნდა მე როგორი კონტექსტით ვამბობ ხვდები თქვენ. და სხვა ქვეყნებში იდება სტატისტიკები, არის როგორც გვამების გაკვეთის შედეგები ახლანდელი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნამდვილად ვაქცინით კვდება ხალხი, არის ტურბო ყიბოზე ლაპარაკი, რომელიც უკვე მოედო მთელ მსოფლიოს და ასე შემდეგ. და იქ ალბათონ თინას თხოვ, რომ უფრო ძალიან გაგვიშალოს ეს თემა. ალბათონ თინა, მე მგონი სლაიდებიც გაქვთ და რასაც გვაჩვენებ. და შემდეგი გამოსვლელები უკვე გვეტყვიან რა ხდება მსოფლიოში. საკვების დაბინძურების მხრივ, საკვების უსაფრთხოების მხრივ, წყლის დაბინძურების მხრივ, როგოლის ჩვენ დასხივება ჩიხუთისა და სხვადასხვა რადიაციული აგენტების მხრივ, რა ხდება იმითი, რომ ციდან გვეყრება, ციური მანანა რო გვაყრიან, თვითმფრინავები და ყოველდღიურად თუ არა რაღაც სიხშირით მაინც. და აი ამ თემებზე იქნება საუბარი, ამიტომ ვთხოვთ, რომ მოვისმინოთ ბოლომდე და შემდეგ იქნება მსჯელობა. ხალბატონ თინა, გელოდებით. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, თანამოაზრეებო, მადლობა უპირველეს ყოვლისა ხალბატონ თინას ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და ზოგადად იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ის წლები არ უშინდება და განსაკუთრებით იმ აქტივობისთვის, რომელიც მან გასწია COVID პანდემიის პერიოდში. ეს ცალსახაა, რომ მართლა ათასობით ადამიანი გადაარჩინა. ყველა იმ ტელევიზიამ ხალბატონ თინასთან ერთად და იმ ადამიანმა, რომელმაც ვაშკაცურად, უშიშრად შეძლო იმ ინფორმაციების გასაჯაროვება, რომლებიც იყო დაკავშირებული იმ შეიძლება ითქვას პროექტთან, რომელიც დღეს უკვე კაცობრიობის წინააღმდეგ წარმოებულ უდიდეს ვერაგ სამხედრო სპეცოპერაციად არის მონათლული, აღიარებული და ბიოლოგიური ომის ნაწილად, რომელიც ღია დაწარმოეს, თორემ ის რომ ბიოლოგიური ომი ფარულად მუდმივად მიმდინარეობს უკვე ათეული წლებია, ამის შესახებაც დღეს არაერთი ინფორმაცია არის ცნობილი. მე შეგნებულად დღეს არ მოვიტანე ის ასე ვთქვათ დიაგრამები, რომელიც არაერთი ტელევიზიის ეთერით და არაერთი ფორუმისა თუ კონფერენციის ფარგლებში ვაჩვენეთ. სხვადასხვა საინფორმაციო პორტალებზე გავრცელებული ინფორმაციით გლობალისტებმა მაინც შეძლეს და ის ვერაგი პროექტის მიზანი, გენოციდს რაც ისახავდა მიზნად, სისრულეში მოიყვანეს, თუ შეიძლება ითქვას და მხოლოდ ვაქცინაციით, როგორც ცნობილია, 17 მილიონი ადამიანი იმსხვერპლეს. და რაც მთავარია, თავად CDC-ის მონაცემებით, მე ეს დიაგრამა არაერთი ტელევიზიის ეთერით ვაჩვენე მაშინ, ცნობილია, რომ COVID ვაქცინაციამ იმსხვერპლა გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში გამოყენებულ ვაქცინებს უმსხვერპლიათ. მე მგონი ამ ინფორმაციით უკვე ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დღეს შეგნებულად წამოგიღეთ სულ უახლესი თუ შეიძლება ითქვას ინფორმაციები და ანალიტიკური ანგარიშები ძალიან ცნობილი ექსპერტებისა, რომლებიც პრაქტიკულად ვაქცინაციის გამოყენების შემდეგ თავიანთ გუნდებთან და დამოუკიდებელ ასე ვთქვათ კიდევ სპეციალისტებთან და ექსპერტებთან კომუნიკაციით იკვლევენ ვაქცინების შედეგებს. აი ძალიან უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოიყენეს ვაქცინები ასე ვთქვათ ადამიანებს გაუკეთეს და ახლა იკვლევენ და ეს არ არის უნდა გითხრათ ჩვენთვის გასაკვირი, იმიტომ რომ აი კონკრეტულად თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ იმ სტატიას, რომელიც არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ანალიტიკური ანგარიში, ძალიან ცნობილი პიროვნების, ეს არის მაიკ იდონი, რომელიც გახლავთ Pfizer-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, თავად დამოუკიდებლად თავის გუნდთან ერთად და იმ სხვა ინფორმაციების კიდე ანალიტიკური შესწავლით გაამყარა ის ინფორმაცია, რომ ფერტილობაზე როგორ მოქმედებდა ვაქცინები. თუ გახსოვთ ჩვენი ბრძოლის პერიოდში ხშირად ანოტაციების გაცნობისას აღვნიშნავდით, განგაშტეხდით იმაზე, რომ ვაქცინები RNA ტექნოლოგიის ვაქცინებზე, Pfizer-ზე და Moderna-ზეა საუბარი, არ იყო შესწავლილი ფერტილობაზე. მაგრამ აგერ მაიკ იდონმა
საბოლოო დაადასტურა და აი ამ სტატიაში არის ვრცლად მოყვანილი ინფორმაცია თუ რატომ იწვევს ეს Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები უშვილობას. ლაპარაკია იმაზე, რომ ის RNA მოლეკულა შეფუთულია ლიპიდურ ნანონაწილაკში. აი ამ ლიპიდური ნანონაწილაკებით მიეწოდება ის უშუალოდ სათესლეების ქსოვილს და როგორც სათაურიდანაც ჩანს, გათვლილი იყო მამაკაცთა სტერილიზაციაზე 99.9%-ით. და ის რომ ნამდვილად RNA ტექნოლოგიის ვაქცინებით პრაქტიკულად სისრულეში მოიყვანეს შემდგომი თაობების სტერილიზაცია და უშვილობა, ეს უკვე დადასტურებულია. სხვათა შორის იაპონელებსაც ჰქონდათ წინამდებარე კვლევები და ეს მაიკი დონის კვლევა თუ შეიძლება ითქვას ამას საბოლოოდ ამყარებს. ახლა მე მინდა გაჩვენოთ, რა თქმა უნდა, ვიდეოს ჩვენების საშუალება აქ ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ძალიან შეზღუდული ვართ დროში, მაგრამ მე წარმოგიდგინეთ კადრი იმ სხდომისა, ეს არის ავსტრალიაში, პორტ ჰედლანდში გამართული ძალიან საინტერესო საგანგებო კრება, რომელიც მოყვა, ასე ვთქვათ, დამკრძალავი ბიუროს გენერალური დირექტორის აღშფოთებას. თქვენ იცით, რომ ავსტრალია, ისევე როგორც ისრაელი, პრაქტიკულად პოლიგონი იყო RNA ვაქცინების გამოყენების და იმ ექსპერიმენტის, რომელიც უმოწყალოდ თუ შეიძლება ითქვას გამოიყენეს ავსტრალიელი მოქალაქეების წინააღმდეგ და დღევანდელი მონაცემებით 700-ჯერ მოიმატა სიკვდილიანობამ ავსტრალიაში. უნდა გითხრათ, რომ ამას სრულიად ასე ვთქვათ არა შემთხვევით, არამედ ანალიტიკური, სტატისტიკური დამუშავებისას წააწყდა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და უმსხვილესი დამკრძალავი ასე ვთქვათ ბიუროს დირექტორი, რომელმაც განგაში ატეხა, იმიტომ რომ დასავლეთ ავსტრალიაში არის რამდენიმე ქალაქი, რომელსაც ვაქცინირებულთა ქალაქს უწოდებენ. იქ არის 100%-იანი მაჩვენებელი ჩათვალეთ მოსახლეობის აცრებისა და როგორც ერთ-ერთი ფილიალის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი განგაშ ტეხდა, თუ კვირაში ერთ ადამიანს კრძალავდაო ჩემი ბიურო ამ მოხსენებით გამოსვლისას, ასე ვთქვათ, აი ამ საგანგებო კრებაზე განაცხადა, ახლა ყოველ დღეს სულ მცირე ერთი ან ორი ადამიანის დაკრძალვა გვიწევსო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ავსტრალიის პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, რა თქმა უნდა, უნდა გითხრათ, რომ ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის ანალოგი აღმოჩნდა მათი პრემიერ-მინისტრი და დაადანაშაულა ისინი სრულ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, გავრცელებაში და აი ამ მის გამო მოიწვიეს შემდეგ საგანგებო კრება, სადაც ძალიან ცნობილი ექსპერტების მონაწილეობით დადეს ფაქტები, ჯერ ერთი გაამართლეს ის, რომ მათ აი ამ ვაქცინირებულ ქალაქებში მოუწიათ საგანგებო სამაცივრე კაბინების და კამერების შექმნა, იმისათვის რომ ვერ აუდიოდნენ გარდაცვლილთა დაკრძალვას და პერიოდულად უწევდათ მათი გაყინვა. თქვენ წარმოიდგინეთ. და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ იმ მოხსენებაში, რომელიც შემდეგ კიდევ ერთხელ განმეორებით გადაუგზავნეს თავიანთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, დღეს ითხოვს ავსტრალია, ისევე როგორც იაპონია, არგენტინა, მსოფლიო ბაზრიდან RNA ტექნოლოგიის ვაქცინების ჩახსნას, რადგან ეს არის ბიოლოგიური იარაღი, როგორც თვითონ აცხადებენ. და მე მინდა გითხრათ, რომ დოქტორ დევიდ სპაიჩერის, ეს არის კანადელი მოლეკულური ბიოლოგი, ძალიან ცნობილი მეცნიერი, რომელმაც დადო ინფორმაცია და აი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეისწავლეს შემდეგ ავსტრალიაში დამკრძალავმა ბიუროს წევრებმა მოწვეულ ექსპერტებთან ერთად რა იყო გარდაცვალების მიზეზი და აღმოჩნდა, რომ უხშირესად ეს არის ღვიძლის და თირკმლის კიბო. მოგეხსენებათ დღეს, რომ ტურბოკანცერზე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება და ის, რომ ასეთი ვერაგი და სწრაფად ევრისებურად განვითარებადი სიმსივნე ემუქრება აცრილებს, ეს უკვე აღარ არის, ასე ვთქვათ, საეჭვო, რადგან აი ამ კანადელმა, ასე ვთქვათ, ექსპერტმა, ისევე როგორცანგუს დანგლიშმა, მე გაჩვენებთ ამ ბრიტანელ, ასე ვთქვათ, ონკოლოგსაც, რომელმაც არაერთი ვიდეო ჩაწერა და მოხსენება და გააკეთა და მიმართა მსოფლიო საზოგადოებას იმ საშიშროების გამო, რაცაც წარმოადგენს ტურბოკანცერი და ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს ესეც და ის კანადელი კიდევ ერთხელ ვამბობ, მოლეკულური ვირუსოლოგი, რომ მიზეზი არის ამ ტურბოკანცერისა ერთ-ერთი SV40-ის კანცეროგენის არსებობა RNA ტექნოლოგიის ვაქცინებში, კონკრეტულად Pfizer-სა და Moderna-ში.
და უნდა გითხრათ, რომ კანადელებმა პრაქტიკულად 11 პარტია შეისწავლეს Pfizer-ის მოგხსენებათ და ჩვენ ამაზეც არაერთხელ გავაკეთეთ მოხსენება, რომ ცალკეულ ქვეყნებში სხვადასხვა პარტიები გამოიყენებოდა. კანადაში კონკრეტულად გამოყენებული ვაქცინების 11 პარტიიდან ყველაში აღმოჩნდა SV40. ეს არის პოლიომა ვირუსი, რომელსაც მაიმუნების ვირუსსაც უწოდებენ და რომელიც თავის დროზე 1950-იან 60-იან წლებში ასე ვთქვათ გაეპარათ თუ შეგნებით იყო ჩაშვებული აი ამ პოლიომიელიტის ვაქცინაში, რა თქმა უნდა, არავინ არ იცის, მაგრამ ვიცით უფრო სწორედ, რომ შემდგომ სხვა ექსპერტების და ბიოლოგიური ომის შესახებ არაერთი გამოძიების ავტორის და ჟურნალისტის თუ ექსპერტის დასკვნით ეს იყო მიზანმიმართულად ჩაშვებული. ასე რომ მიზეზი აი ამ ტურბო კიბოსი გარდა ბევრი სხვა კომპონენტისა და მათ შორის მძიმე მეტალებისა და მე ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, არის ეს SV40 და პირადად ეს დალგლიში თავის ვიდეოში იძახის და ხაზს უსვამს, რომ ეს ნივთიერება არის ის ვერაგი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ექსპერიმენტული მოდელებისთვის ვიყენებთ. ვირთაგვებში შეყვავს, რომ გამოვიწვიოთ სიმსივნე და პრაქტიკულად აცრილი ადამიანები, რაოდენ წარეც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციის მოსმენა, არიან სიმსივნის რისკ ჯგუფში და ხშირ შემთხვევაში სიმსივნის მსხვერპლნი. კიდევ მე მინდა გაჩვენოთ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერის, ეს არის სტეფანი სენეფი, აი თქვენ წინაშია ეს ქალბატონი, რომელმაც ძალიან საინტერესო კვლევა ჩაატარა 2024 წლის ბოლოს და ასევე დადო დასკვნა, რომ მიზეზი იმუნოდეფიციტისა და იმუნური სისტემის დაქვეითებისა, რომელიც ვაქცინირებულებში პრაქტიკულად როგორც წესი ვლინდება, არის ის, რომ ეს ასე ვთქვათ ნანონაწილაკებში შეფუთული RNA მოლეკულები და შემდეგ მათ მიერ პროვოცირებული სპაიკ ცილები ტოტალურად აზიანებენ თიმუსს. მოგეხსენებათ, აქ კოლეგები იმყოფებიან დარბაზში, ეს არის მკერდუკანა ჯირკვალი, რომელიც არის იმუნური სისტემის ცენტრალური ლიმფოიდური ორგანო პრაქტიკულად, რომელიც T-ლიმფოციტების განვითარებაზეა პასუხისმგებელი და უნდა გითხრათ, რომ აი ამ ქალბატონის და მისი გუნდის ძალიან საინტერესო კვლევებით ეს უკვე დადგენილია, რომ განსაკუთრებით საშიშია აქედან გამომდინარე ბავშვთა და მოზარდთა ვაქცინაცია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით ასაკთან ერთად ინვოლუციას განიცდის თიმუსი, მკერდუკანა ჯირკვალი და ხდება მისი ჩანაცვლება ცხიმოვანი უჯრედებით, მაგრამ ახალგაზრდა ასაკში სანამ მასზეა ძალიან დიდი ფუნქცია იმუნური სისტემისა, ის პრაქტიკულად ნადგურდება და აი ეს ნანახი იქნა ამ ქალბატონის მიერ Pfizer-ით და Moderna-ით აცრილ ადამიანებთან. ამიტომ ის რომ იმუნური სტატუსი, როცა დღეს ძალიან ბევრს საუბრობთ იმაზე, რომ ვაქცინირებულებს პრაქტიკულად ნულამდე ეცებათ იმუნური სტატუსი და ისინი მოწყვლადი ხდებიან სხვა ვერაგი დაავადებების, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ორგანულად ეს იქნება გულის კუნთი, გულის პერანგი, ანუ პერიკარდიუმი, ღვიძლი მათი და თუ სხვა ცალკეული ორგანოები მნიშვნელოვნად ზიანდება. და კიდევ საინტერესო ინფორმაცია, ესეც არა ახალია ჩვენთვის, ამ ასე ვთქვათ საკითხების ექსპერტებისთვის, რომ ვაქცინებში ნანახია ძალიან უჩვეულო კომპონენტები, მათ შორის მძიმე მეტალები, ალუმინი, დარიშხანი, კადმიუმი, ქრომი, ნიკელი და ასე შემდეგ, მაგრამ საოცრება ის გახლავთ, აი ეს არის არგენტინელების მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც დადებულია და ჩამოთვლილია ის, რომ 55 ძალიან მავნე ტოქსინი, კერძოდ ლანთანოიდი არის წარმოდგენილი Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებში. აქ არის შერეული ისეთი მძიმე მეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ ყველასთვის ცნობილი მძიმე მეტალებისგან განსხვავებით არაცნობილია, უბრალოდ იმიტომ რომ ისინი ასე ვთქვათ მარტივად არ გვხვდება, მით უფრო არ უნდა იყოს შექმნილ სამკურნალო პროდუქტში, ხო? თუ ვაქცინებს სამკურნალო პროდუქტებად მივიჩნევთ. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით მძიმე ატომური მასებით გამოირჩევა
აი ეს ლანთანი, ცერიუმი, რომელიც აღმოაჩინეს და გადოლინიუმი. თქვენ შეგიძლიათ ეს სამივე უმძიმესი მეტალი ნახოთ, რა ტოქსიკური გავლენა აქვს მას, როგორ აზიანებს ღვიძლის, თირკმელების, სასქესო ორგანოების და გულის კუნთის უჯრედებს. აი ეს აღმოჩენილია. ეს არის ლანთანი, ცერიუმი, არაგერიოთ ცეზიუმში, ეს სრულიად სხვა მძიმე მეტალია და გადოლინიუმი. აი ეს სამი უმძიმესი მეტალი იქნა აღმოჩენილი და ამის გამოა სწორედ რომ არგენტინა დღეს უერთდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და კატეგორიულად მოითხოვს ჯანმოს დატოვებას. ძალიან შეიძლება მწარე რეალობაა, მაგრამ ჩვენ ვიცით გარდა ვაქცინებისა პრაქტიკულად გენოციდისთვის და COVID პანდემიის პროექტში გამიზნული ერთ-ერთი მეთოდიკა იყო არასწორი მკურნალობა, რომელიც როგორც ცალკეული ქვეყნის ექსპერტები დღეს საუბრობენ, ასევე იყო გათვლილი იმისთვის, რომ ადამიანების რაოდენობა პაციენტებისა კლინიკებში შემცირებულიყო, ისინი ვერ გადარჩენილიყვნენ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, და სამწუხაროდ საქართველოშიც იცით თქვენ, რომ გამოყენებული იყო ამისთვის რემდესივირი, სხვა არ ვიცი, ხა გზამკვლევები, რომელსაც ჩვენ ასევე ვაპროტესტებდით და ვითხოვდით იმის გადახედვას, თქვათ სხვა რაღაცეების ჩანაცვლებას, მაგრამ მთელი უბედურება გახლავთ ის, რომ აი ამ მონაცემები და მე ახლა გეტყვით, ეს ეხება ინგლისის, ასე ვთქვათ, ძალიან სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც პრაქტიკულად ეხლაც გრძელდება, რომლის დეტალების კვლევა შოტლანდიაში და მოიცავს კლინიკებში, ბრიტანეთის კლინიკებში ევთანაზიის მიზანმიმართულად გამოყენებას იმისათვის, რომ პაციენტები პრაქტიკულად სიცოცხლისთვის გამოესალმებინა და მათი ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე ევთანაზიას უქვემდებარებდნენ მილიონობით პაციენტს და ასე გაწირეს და შემდეგ პრაქტიკულად კოვიდით გარდაცვლილთა სიას მიაწერეს. აქ რა ხდებოდა საქართველოში, ეს ცალკე საკითხია, ჩვენ აი უბედურება სწორედ ის არის, რომ თუ არგენტინა, ბრიტანეთი, იაპონია ხმას იმაღლებს, თავად ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს იმას, თუ რა გადახრები და დარღვევები და მეტიც ეს მხოლოდ დარღვევა და გადახრა არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული გენოციდისთვის გამოყენებული გარკვეული მეთოდიკები, საქართველოში ამაზე ხმას არავინ არ იღებს და მე მგონი დროა მეგობრებო, ჩვენც დავაყენოთ აქ საქართველოში საკითხი ამ ყველაფრის შეფასების, გამოძიების და ელემენტარულად მოვითხოვოთ ის პარტიები, ის ხელშეკრულებები, რომელიც ვაქცინებისა, რომელიც აქ იქნა შემოტანილი, ის სქემები, რომელიც იქნა მკურნალობის დროს გამოყენებული, იმიტომ რომ კონკრეტულად ბრიტანეთში უნდა გითხრათ, რომ ბრიტანეთის მთავრობას უჩივიან აი ამ ასე ვთქვათ გუნდის წევრები, რომლებმაც შეიტანეს სარჩელი და ემატება, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ საკითხთან დაკავშირებული მოკვლევის შედეგები. წინასწარ ყავდა ბრიტანეთის მთავრობას, როგორც ირკვევა, დაქირავებული მედდების ნაწილი, რომელიც ზუსტად უქვემდებარებდა შემდგომ პაციენტებს ევთანაზიას. და უნდა გითხრათ, რომ დღეს არსებობს ჩვენება არაერთი მედმუშაკისა ბრიტანეთის კლინიკის, რომლებიც აღიარებენ, რომ იმ მომენტში ისინი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, ეგრეთ წოდებული სასახელო ბარათი, ანუ ბეიჯებიც კი არ ეკეთათ ამ ასე ვთქვათ სადისტი მედდების საქმე, ესეა ცნობილი, უნდა გითხრათ ბრიტანეთში ეს საქმე დღეს და აღიარებენ და ჩვენებას აძლევენ კოლეგები, თუ როგორ იქცეოდნენ და ახლა ანალიზებენ, იცით, იმ სტრესულ სიტუაციაში ალბათ იმ ექიმისთვის და კოლეგისთვის, ექთნისთვის, რომელიც მაშინ ამ სადისტი ექთნის გვერდით მუშაობდა, იმას ვერ ხვდებოდა და ვერაცნობიერებდა, რატომ იყო განსაკუთრებული პროექტის და დავალების შემსრულებელი ის კონტინგენტი, რომელიც ახლა მიმალულია, თუმცა რამდენიმეს დაკავება, რა თქმა უნდა, მოხდა, აღიარებითი ჩვენებაც და მიღებულ იქნა და უნდა გითხრათ, რომ აი ეს ორი მასალა, რომელმაც პრაქტიკულად დაიპყრო ინტერნეტ სივრცე, კიდევ ერთხელ ფარდას ხდის იმას, თუ რა ვერაგი ოპერაცია ჩაატარეს კაცობრიობის წინააღმდეგ. აი იმ სკანდალური, ასე ვთქვათ, გამოძიების შემდეგ, რომელიც ეხებოდა ბრიტანეთის, მინდა გაჩვენოთ, აი ამის შემდეგი კადრი იყოს, აი ეს არის ენდრიუ ბრიჯენი, ძალიან ცნობილი პარლამენტარი ბრიტანეთის, რომელიც მთელი COVID პანდემიის პერიოდში ხმალმოღებული იბრძოდა, თუ შეიძლება ითქვას და აი ამ
სადისტი მედდების პროექტის შემდეგ პარლამენტში გამოვიდა, ეს არის კადრი ზუსტად მისი პარლამენტში გამოსვლიდან, სადაც მან მოუწოდა თავის კოლეგებს, სხვათა შორის ეს არის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგ გამოდიოდა სიკვდილით დასჯის, მაგრამ ახლა აი ამ ინფორმაციის შემდეგ, როცა მან გაიგო თუ როგორ მოექცნენ მილიონობით ადამიანებს კლინიკებში ბრიტანეთის ხელისუფლების წევრები და თან იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება და მედია მოუწოდებდა ბრიტანელებს გამოსულიყვნენ და ტაში დაეკრათ სამედიცინო სისტემისათვის. და კიდევ ერთი დეტალი მინდა გითხრათ, რომ თუ ამერიკაში გამოყენებული იყო რემდესივირი, მილაზოლამი იქნა გამოყენებული ბრიტანეთში. ეს არის სედაციური საშუალება, რომელიც ჩართული იყო ცალკეულ სამკურნალო, ასე ვთქვათ, კომბინაციებში და ძალიან მარტივად ხელს უწყობდა. ისედაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს პრეპარატი გამოყენებულია სასიკვდილო განაჩენისთვის, თუ შეიძლება ითქვას და აი ამ ყველაფრის ამ ინფორმაციების მიღების შემდეგ ენდრიუ ბრიჯენი პარლამენტში აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა აღდგეს სიკვდილით დასჯა და დაისაჯოს COVID პანდემიის ყველა შემოქმედი ბრიტანეთში. ახლა სიკვდილით დასჯას მოდი გამოვუწერთ, მაგრამ მე მგონი აქაც დროა დავაყენოთ პასუხისგებლობის საკითხი იმ ადამიანებისა და მარტო იცით მუდმივად სულ ამ სამეულზე რომ საუბრობდით COVID ფაშისტის და მუშკეტერის ასე ვთქვათ სამეულზე სხვა წევრებიც მე მგონი არიან ამაში ჩართული, ჩვენ ეს კარგად ვიცით, ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, იგივე ხელისუფლებიდან და მე მგონი დროა ჩვენც აქ ხმა ავიმაღლოთ და მოვთხოვოთ პასუხი. ელემენტარულად ბოდიში მაინც მოიხადონ იმ ოპერაციისთვის, რომელშიც ასევე ამოაყოფინეს საქართველოს თავი. და მე მინდა კიდევ დასასრულ ჩემი გამოსვლისა გაჩვენოთ დოქტორ პიტერ კოტლარის, ეს არის სლოვაკი დეპუტატი, ექიმია, პარლამენტის წევრი, ძალიან ცნობილი საზოგადო მოღვაწე სლოვაკეთის, რომელმაც განაცხადა და სხვათა შორის წერილი მიწერა თავისი ოფიციალური დოკუმენტური მასალით, თუ შეიძლება ითქვას, სრული საქაღალდე და პაკეტი გაუგზავნა როგორც რობერტ კენედის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურ პროკურორს პამელა ბონის. საქმე ეხება 34 პარტიის 11 გატესტვით და ამ ტესტირებაზე ის ამბობს, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელსაც აღიარებს სლოვაკეთის ხელისუფლება. აქამდე ჩატარებულ კვლევებს არ მიესალმებოდნენ, მაგრამ ამჯერად აი ამ კოტლარის გუნდმა სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად ჩაატარა გამოკვლევა და 34 პარტიაში ფაიზერისა აღმოაჩინა დნმ-ის ფრაგმენტები. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს, რომლებსაც შეუყვანეს RNA ტექნოლოგიით შექმნილი პრეპარატი, პრაქტიკულად მოახდინეს მათი ორგანიზმის გენმოდიფიცირება. ჯერ ერთი 34 პარტიიდან 11-ში, როგორც ირკვევა, RNA-ის შემცველობაზე გაცილებით მეტია DNM-ის ფრაგმენტები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მოლეკულები ძალიან უპრობლემოდ და მარტივად ინტეგრირდებიან ადამიანების უჯრედების ბირთვში, გენურ მასალაში და გამოიწვევენ გენურ მუტაციას, რაც ძალიან საშიშია სიმსივნის განვითარების და უჯრედთა ქტომის, ნეკროზის კუთხით. აქედან გამომდინარე სლოვაკეთი განგაშ ტექსტს და ასევე დგას ჯანმოდან გამოსვლის რიგებში, უნდა გითხრათ და მიმართავს კიდევ ერთხელ ვამბობ მთელ მსოფლიო საზოგადოებას ასევე პირადი წერილით რობერტ კენედი უმცროს, რომ გამოაცხადონ განგაში, რადგან ეს არის ექსპერიმენტი არ გაგონილი კაცობრიობის წინაშე, როცა შენ ადამიანებს აინფიცირებთ ადამიანების ორგანიზმში შეყავს ისეთი ნივთიერება, რომელიც მას გადააქცევს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმად. მე მგონი აქ უკვე წერტილი კი არა, ძახილის ნიშანია დასმული, რადგან რა ჩაუტარეს კაცობრიობას, როგორ მოექცნენ და რა იქნება შედეგები აი ამ გენური მოდიფიცირების, ამას კიდევ მოიმკის კაცობრიობა. ასე რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ, ვიბრძოლოთ და რაც მთავარია, აქაც ვაგებინოთ პასუხი COVID პანდემიაში მონაწილე დამნაშავეებს.